ცნობილი ავიატორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ავიაშოუ, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და თბილისის მერი დაესწრნენ. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნული медаლი. იგი არჩეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად. საქართველოსა და ამერიკის დროშებით გახსნეს პარაშუტისტებმა ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული. ალექსევკის შერეულ ავიაბაზაზე საავიაციო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულეს. შევასრულეთ საბრძოლო მანევრები, იყო კიდევ დამატებით სპეციალურ შოუს მომზადებული მანევრები. მომზადება კარგად ჩაიარა. საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე ან ორი ტიპის თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები იყო გამოფენილი. საავიაციო ტექნიკა ავიაშოუზე მიწვეულმა სტუმრებმა, ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, თავდაცვის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა დაათვალიერეს. ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი ეს ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ეს არა მარტო ამ დიდი ქართველის, დიდი მოღვაწის უკდავყოფა ხდება ამ ღონისძიებით, არამედ ჩვენი ქართული საზოგადოება უახლოვდება ჯარს, უახლოვდება ჩვენ ავიაციას. თვითონ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან ამ სფეროს, რა თქმა უნდა, იქნებიან უფრო მეტად დაფასებულები და ხალხის თვალში მათი ნდობა, მათი პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იქნება ხაზგასმული და დაფასებული. ავიაშოუ წელს მეორედ მოეწყო, თუმცა პირველისგან განსხვავებით მასზე დასწრება მთავრობის წევრების გარდა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მე პირველად ვესწრებოდი და ძალიან განცვიფრებული ვარ, სასიამოვნოდ განცვიფრებული, რომ რაღაცა პატარა სიამაყის გზნობაც ჰქონდა, რომ ახლა ჯარი არის ჩვენი ყველაფერი, რა ჩვენი იმედი, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე, ჩვენი სიმშვიდე. ეს იყო რაღაც საოცარი სანახაობა, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ. ეს იყო ორგანიზებულობის, ღირსეული, ვაჟკაცობის, მაღალი პროფესიონალიზმის და აი საოცრებების მთელი კასკადი, რომელსაც ყოველთვის გვაჩვენებს ხოლმე ქართველი ჯარი. ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული კიდევ 10 დღე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში კონფერენციები, ლექციები და გამოფენები მოეწყო.